ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. პროექტს ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. განცხადების მიღება 1 სექტემბრამდე გაგრძელდება. ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს 300,000 ლარის ოდენობის თანადაფინანსებას მეწარმეებისთვის, რომლებიც ქართული ღვინის ექსპორტსა და მარკეტინგულ საქმიანობას ახორციელებენ საერთაშორისო ბაზრებზე, გარდა სუამისა და დსთ-ს ქვეყნებისა. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო განაცხადების მიღება ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მსურველებისთვის. აღნიშნული პროგრამის მიზანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდა და ბაზრების დივერსიფიცირება. შესაბამისად, თითოეულ მეწარმეს აქვს საშუალება, რომ სახელმწიფოსგან მიიღოს თანადაფინანსების სახით მაქსიმუმ 300,000 ლარი. თუ დააკმაყოფილებს ორ ძირითად კრიტერიუმს, პირველი ეს უნდა ახორციელებდეს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე და ასევე აწარმოებდეს მარკეტინგულ კამპანიას. ქვე აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის წარმოებელმა კომპანიებმა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ჯამურად მიიღეს 700,000-მდე თანადაფინანსება. შესაბამისად, გვაქვს იმედი, რომ მომართვიანობა კიდევ უფრო გაიზრდება, შესაბამისად გაიზრდება თანადაფინანსების თანხაც. განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე ღვინის ეროვნულ სააგენტოში.